გელაძის უწყების მიერ გავრცელებული განცხადება აჩენს განცდას, რომ ქართული ოცნების ორი ტიტუშკა ყავთ დაკავებული, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებიდან ყავთ ერთი ადამიანი დაკავებული, რომელსაც ედავებიან ბანერის დაზიანებას. რაც შეეხება ქართული ოცნების ტიტუშკებს, სავარაუდოდ დაკავებული არის ზაზა მამალაძე. ეს არის ის მამაკაცი, რომელიც ქალზე ძალადობდა, მისი იდენტიფიცირება მედიამ შეძლო და სავარაუდოდ სწორედ ეს არის ის მამაკაცი, რომელსაც მოუწია ქართულ ოცნებას დაქვემდებარებულ საგამოძიებო უწყებას, რომ მისთვის დაედოთ ხელბორკილები, რადგან უთხوارი მტკიცებულებები არსებობდა მის წინააღმდეგ, არსებობდა კადრები, სადაც ძალიან მკაფიოდ იკითხებოდა, როგორ ძალადობდა ეს მამაკაცი მშვიდობიან აქციის მონაწილეებზე. რაც შეეხება კიდევ ერთ მთავარ ფიგურანტს, ბექა მიგრიაულს, რომელიც სავარაუდოდ ორგანიზებული ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და მისი მოწმე წესით უნდა იყოს გოგა მემანიშვილი, რადგან ის საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ აორგანიზებდა, როგორ გაცემდა ბექა მიგრიაული ბრძანებებს ტერიტორიაზე. ის დაკავებული არ არის ყოველ შემთხვევაში ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, სადაც ინიციალები აქვს დაწერილი, არ იკითხება, რომ ბექა მიგრიაულს დაედეს ხელბორკილები, თუმცა რატომ ვერ ბედავენ მის დაკავებას ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის რა თქმა უნდა უცნობია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწორედ აქ ელოდებიან რესპუბლიკის მოედნიდან დაძრული აქციის მონაწილეები საზმაუს მარშს და შემდეგ ერთად ყველანი დაიძრებიან მელიქიშვილის გამზირისკენ. ჩვენ ახლა შეგვიძლია გავესაუბროთ სამოქალაქო აქტივისტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გვაინტერესებს მათთვის არის თუ არა საკმარისი ეს რეაგირება, რომელიც მოვისმინეთ და წავიკითხეთ ძალოვანი უწყების მხრიდან. სამ ადამიანს დაადეს ხელბორტილი, სავარაუდოდ ორი არის ტიტუშკა. არის საკმარისი ეს თქვენთვის? რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რადგან იქ ბევრად მეტი დაჯგუფება იყო, ვიდრე ორი ადამიანია რიცხობრივად. ასეულობით ადამიანი გვისწორდებოდა, არ ვიყავით ჩვენ იმდენი, რამდენიც მათ ძალის დემონსტრირება მოახდინეს და შესაბამისად ეს არის უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრის ამბავი, რომ ადამიანებს აი ისევ მათი პროპაგანდით ვინ გამორეცხილ ადამიანებს დაანახოთ, რომ ისინი არიან რაღაც არაორმაგი სტანდარტის მატარებლები, არამედ სამართლიანი პირები, რომლებიც როგორც მათ წარმომადგენლებს, ასევე ჩვენს საკმარისი ორი ადამიანის დაკავება რამდენად არის, როდესაც ათობით ადამიანი ძალადობდა და ყველა იდენტიფიცირებული. ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, ყველა სახე იდენტიფიცირებული, არც კი ერიდებოდნენ სახეების საფარველს, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მათი არალეგიტიმური ხელისუფალი წარმომადგენელი აუცილებლად დაიცავდა. ვიდეოში გაჟღერებული თქვენიანი ვარ პირის მიმართ, რომელსაც რეზინის ხელკეტი ეჭირა ხელში და პოლიცია მას არ აკავებს. აი ეს იმის მანიშნებელია, რომ დაუჯელობის სინდრომი აქვს, ორი ადამიანის დაკავება არ არის არაფრსანიშნავი. ძალიან დიდი მადლობა მარიამს. ჩვენ ახლა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გავესაუბრებით, საინტერესოა მათი პოზიცია, რადგან ამ ადამიანების შვილები ორგანიზებული ძალადობისთვის დააკავეს 9 თვე სასამართლოში ჩატარებს, მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა, თუმცა 2 წლიანი, ზოგს 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ქალბატონ ნაინცულაიასთან დავიწყებთ საუბარს. ქალბატონანი მხოლოდ ორ ადამიანს დაადეს ხელბორკილები, რამდენად არის ეს საკმარისი და თქვენ თუ გაქვთ მოლოდინი, რომ ყველა მოძალადე ტიტუშკას დასჯიან საკუთარ მხარდამჭერებს? ეხლა იმედი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ მოლოდინი მაქვს, როდესღაც სამართალი გაიღვიძებს. ჩვენი შვილები არაბრის გულისთვის, ჩემი პირადად 5 წელი როზის, ნამდვილად ვინც აშავებს და ვინც გუშინ წინ ქალები ფეხქვეშ გაიგდო, ეგენი არც ერთი არ უნდა იდგნენ გარე. რა თმინდა მე ეხლა ესენი რომ იდგანან, ამდენი დაცო, ან რაზე უნდა გამარტყას ხელი, ან რატო უნდა დამელაპარაკოს ხმამაღლა, რა უფლებით. ჩემ შვილს არც გაუკეთებია არაფერი ისეთი, არც ხმამაღლა უთქვი არაფერი, არც არავისთვის უსური არაფერი, მაგრამ 5 წელი მაინც მიუსაჯეს თავიანთი მატყუარა მოწმეებით. და ნამდვილად ჩვენ ამის გამო მე ვიძახი დედების სახელით, ხვის წინაშე ქედი მომიხრია ყველასთან. ყველა შემოვევლე სტუდენტს, თანამებრძოლს, სულ ყველას, ყველა ერთი ვართ, ერთი სიყვარული ვართ, მაგრამ ჩვენ დედები ხელს რო ჩავკიდებთ ერთმანეთს, არც ამ უსამართლობას შევხედავთ, არც გავჩერდებით. კიდე უფრო მეც გავაგრძელებ. ძალიან დიდი მადლობა ნანიცულაია. სხვათა შორის დაკავებული არ არის მათ შორის არც ლევან ზარდიაშვილი. ეს არის ის ახალგაზრდა, რომელიც ბექა მიგრიაულის მითითებებს ასრულებდა და რომელიც ძალადობდა პუბლიკას ჟურნალისტზე. მისი იდენტიფიცირებაც უკვე შეძლეს მედიის წარმომადგენლებმა, მისი ფოტოები ყველა სოციალური მედიით არის გავრცელებული. ამის შესახებ რა თქმა უნდა იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა ლევან ზარდიაშვილი სავარაუდოდ
სავარაუდოდ სარგებლობს იმუნიტეტით და მას ვერ გაბედეს რომ დაადონ ხელბორკირი არა და მან იძალა და მედიის წარმომადგენლებზე. ქალბატონ მარიზის გავესაუბრებით ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში. ქალბატონ მარიზი თქვენი შვილი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. ორ ადამიანს დაადეს ხელბორკილები. თუმცა მათ შორის არ არის მაგალითად ზარდიაშვილი ლევანი, რომელმაც ჟურნალისტზე იძალა და ბექა მიგრიაული, რომელიც მითითებებს გაცემდა. რატომ თქვენი აზრით? იმიტომ რომ ეგენი არიან ქოცები და არიან რუსის მონები. ეგენი ყველა არიან ბიზნეს მონები, არ ვიცი ვინ არიან ისინი. ზარდიაშვილი პოლიციელია მგონი, ხო? ხო პოლიციელია. მიგრიაული ურტყავდა პოლიციას. პოლიციელი არ არიან, პოლიციელებზე ძალადობდნენ. შენიანები თუმცა არ დაიჭირეს. აი, როცა ძველი ბიჭი პოლიციელს იმათ ხო ძველი ბიჭებად მიაჩნდნენ, მე მუხიანელი ვიცანი იქ, რომ ვითომ ძველი ბიჭი. ძველი ბიჭი კი არ ვიტყვი, ახლა რაც არის რა. რასაც გვაჩვენებდნენ, რა ჟესტაც გვაჩვენებდნენ, ზუსტად ისინი არიან ეგენი. ზუსტად ისინი არიან. მე გარეთ ვეღარ გამოვიდნენ და შიგნი აჩვენებდნენ ერთმანეთს და ალბათ ჩახტილებიც დადიოდნენ დარწმუნებული ვარ რა. მაგაში. ამიტომ ჩემი შვილი ჩემთვის სიამაყეა, მაგათმა დედებმა იარონ შერწყვენილებმა თუ არა. ჩვენ რა, მე ვამაყობ ჩემი შვილი. მადლობა თორნიკე გოშაძის დედას მარიზი კობახიძეს უსმენდით. სულ რამდენიმე წამში საზმაუს მარში შემოუერთდება ფილარმონიასთან არსებულ საპროტესტო გამოსვლას და ეს ადამიანები ერთად დაიზრებიან მელიქიშვილის გამზირისკენ. მაშასე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ადამიანი დააკავა, 2 სავარაუდოდ არის ქართული ოცნების ტიტუშკა, 1 მშვიდობიანი აქციის მონაწილე, თუმცა ასევე არ არიან დაკავებული მთავარი მოძალადეები, რომლებიც პოლიციელებზე და ჟურნალისტებზე ძალადობდნენ. რატომ არ არიან ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის უცნობია.